თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. დღევანდელი რადიობლოგის თემა იქნება ხალხის მტრები. ახახან ძალიან ნიჭიერ კაცს ჰქონდა რუსული ტრაგიზმის კიდევ ერთი ანალიზი, რომელიც ხალხის მტრებს ეძღვნებოდა. საინტერესოდ მივიჩნია და თქვენ სიამოვნებით გაგანდობთ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 7.9. გამარჯობა. როგორც კი ლენინი მოკვდა 1924 წელს, აღმოჩნდა, რომ პარტიის მეორე პირი ამხანაგი ტროცკი მოღალატე იყო. კამენევმა, ზინოვიევმა, ბუხარინმა და სტალინმა ტროცკი გააგდეს და საბჭოთა კავშირიდან გააძევეს 1927 წელს. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კამენევი, ზინოვიევი და ბუხარინიც მტრები და მავნებლები იყვნენ. მაშინ გმირმა ამხანაგმა ჰეინრიხ იაგოდამ ისინი დააპატიმრა. ეს ხდებოდა 1936 წელს. ცოტა მოგვიანებით იაგოდა როგორც მტრის აგენტი ეჟოვმა დააპატიმრა ზუსტად ერთ წელიწადში 1937 წელს. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეჟოვიც არ ყოფილა ამხანაგი, არამედ ჩვეულებრივი მოღალატე და მტრის აგენტი გახდა და ეჟოვი ბერიამ დააპატიმრა ამანაც ზუსტად ერთ წელიწადში 1938 წელს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წელს ყველამ გაიგო, რომ ბერიაც მოღალატე იყო და მაშინ ჟუკოვმა იმავე წელს ბერია დააპატიმრა. მაგრამ მალე ხრუშოვმა გაიგო, რომ ჟუკოვი მტერი და შეთქმული იყო და ჟუკოვი ურალზე გადაასახლა. ცოტა ხანში გაიგო, რომ სტალინიც მტერი იყო, მავნებელი და მოღალატე ყოფილა და მასთან ერთად პოლიტბიუროს დიდი ნაწილიც. მაშინ სტალინი მავზოლეუმიდან გამოიტანეს. ხოლო პოლიტბიურო და მათთან მიმხრობილი შეპილოვი დაშალეს პატიოსანმა პარტიელებმა ხრუშოვის მეთაურობით. გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და გაირკვა, რომ ხრუშოვი იყო თაღლითი, ავანტურისტი და მტერი. მაშინ ბრეჟნევმა ხრუშოვი პენსიაზე გაუშვა. ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ისიც მავნებელი და უძრაობის მიზეზი იყო. შემდეგ იყო კიდევ ორი, რომლებიც ვერავინ მოასწრო, რომ დამახსოვრებოდა. ისე მე კი მახსოვს, ანდროპოვი და ჩერნელკო. ეს იყო 1982-85 წლები, მაგრამ აქ ხელისუფლებაში მოვიდა ახალგაზრდა ენერგიული გორბაჩოვი და აღმოჩნდა, რომ მთელი პარტია იყო მავნებელი და მტრების პარტია. მაგრამ ის ახლა ვეღარაფერს გამოასწორებდა. ამიტომ საბჭოთა კავშირი ჩამოეშალა თავზე. ამის შემდეგ გორბაჩოვი აღმოჩნდა მტერი და მოღალატე. მერე იყო ელცინი, რომელმაც ვერ მოასწრო გავლენის მოხდენა რუსულ ისტაბლიშმენტზე, მეტიც ბადაზე ადრე შეწყვიტა თავად პრეზიდენტობა და გადაულოცა პუტინს, მაშინდელ ახალგაზრდა კგბ-შნიკს. რომ გავიგოთ პუტინი მოღალატე, მავნებელი, ხალხის და სამშობლოს მტერია, ამისთვის პუტინი უნდა მოკვდეს. თუმცა მაგის გაგებამდე სასურველია თუ მოკვდება პუტინი, რადგან ის უკვე რუსეთის გარეთაც შერაცხულია კაცობრიობის საშიშ მტრად. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.